დაბრუნდა ერთი პოლიტიკური პატიმარია. რა? საქართველოში ეს მოსახლეობის უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვისრე მაგალითად რუსეთში. ხო, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ დროს ჩავიწერეთ. გაშკე სიმართლე. სიმართლე. გაშკე სიმართლე. სიმართლე. Boycott visos! Boycott visos! Boycott propaganda financiable businesses! თავისუფლება რეჟიმის ყველს! თავისუფლება! სვლელობის დროს ჩვენ ვისაუბრებთ რამდენიმე ფაქტზე, რომელსაც არ აშუქებს პროპაგანდა. საქართველოში არის პოლიციური რეჟიმი. მაგალითის გამოკითხვით ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში მიიყვანეს გამოკითხვაზე გრაფიკის დახატვის გამო, გამოკითხვის შემდეგ ის ავიდა მერვე სართულზე და გადმოხდა. დედა იხსენებს, რომ გამომძიებელი ბავშვი ისრის მოკრეხვით ემუქრებოდა. დამნაშავე გამომძიებელი მალევე გამოუშვეს და ის მართლა ანაზღაურებად პოზიციაზეა დასაქმებული. იგივე საქართველოში 19 წლის საბა ჯიქიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გაზარალებული გედედეს თანამშრომელია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქიას წინააღმდეგ სხვა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლო საბას 19 წლის საბას ციხეში ტოვებს. უსამართლო სასამართლო ხალხი ზალის გაშინოდა. უსამართლო სასამართლო ხალხი ზალის გაშინოდა. ყბიანები დაესხნენ აქციაზე გამთენიისას და რომელმაც თავდაცვის მიზნით მუყაოს ჯოხი მოიქნია. გაუშვეს ციხეში 4 წლით და 6 თვით. მაშინ როდესაც ოლიგარქიას დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ! დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ! უსამართლო სასამართლო ხალხის ზალის გეშინოდა! უსამართლო სასამართლო საბჭოთშიც არსებობდა მოსამართლეები. დიდება თავისუფლებას დიდება! დიდება თავისუფლებას თავისუფლებას დიდება! თავისუფლება რეჟიმის ყველს თავისუფლება! თავისუფლება სიტყვის პატიმრე თავისუფლება! საგარეო საქმეთა მინისტრი არსებობდა საქართველოში ვიცნობ. გამარჯვება რეჟიმის ყველების ოჯახებს! გამარჯვება! სოლიდარობა რეჟიმის ყველების ოჯახებს! გამარჯვება რეჟიმის ყველების ოჯახებს! გამარჯვება! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება თქვენ! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება თქვენ! თავისუფლება გიორგი ვაშაძეს! თავისუფლება! თავისუფლება გიგი თარგამაძეს! თავისუფლება! თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ბადრი ჯაფარიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ზვიად რადიანს! თავისუფლება! თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება ლექსო სამხარაძეს! თავისუფლება! თავისუფლება ნიკა გვარამიას! თავისუფლება! თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება! თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს! თავისუფლება! თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს! თავისუფლება! თავისუფლება
თავისუფლება ირაკლი ბაბიაშვილს, თავისუფლება, თავისუფლება მერაბ სარალიძეს, თავისუფლება, თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს, თავისუფლება, თავისუფლება აჩიკო ჭუმბურიძეს, თავისუფლება, თავისუფლება თენგო გველესიანს, თავისუფლება, თავისუფლება დენის კულანინს, თავისუფლება, თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს, თავისუფლება, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება, თავისუფლება ანასტასია სინოვკინას, თავისუფლება, თავისუფლება არტემ გრიბულს, თავისუფლება, თავისუფლება ანრი კაკაბაძეს, თავისუფლება, თავისუფლება ჯანო არჩაიას, თავისუფლება, თავისუფლება გიორგი ახობაძეს, თავისუფლება ნიკა კაციას, თავისუფლება თედო აბრამოვს, თავისუფლება ლუკა ჯაბუას, თავისუფლება გია ტერიშვილს, თავისუფლება რეზო კიკნაძეს, თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს, თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს, თავისუფლება საბას ხვიტარიძეს, თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს, თავისუფლება ონისა ცხადაძეს, თავისუფლება რუსლან სივაკოვს, თავისუფლება ანრი კვარაცხელიას, თავისუფლება გურამ მირცხულავას, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს, თავისუფლება ზვიან ცეცხლაძეს, თავისუფლება საბა ჯიქიას, თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს, თავისუფლება ინსაბ ალიევს, თავისუფლება თორნიკე გოშაძეს, თავისუფლება გიორგი გორგაძეს, თავისუფლება ვეფხია კასრაძეს, თავისუფლება ვასილ კაზელაშვილს, თავისუფლება გურამ ხუდაშვილს, თავისუფლება დანიელ მუმლაძეს, თავისუფლება ანდონ ჩეჩინს, თავისუფლება დავით ხომერიკს, თავისუფლება დავით ლომიძეს, თავისუფლება გიორგი მინდაძეს, თავისუფლება არჩილ მუსელიანს, თავისუფლება თემურ სასოხაშვილს, თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს, თავისუფლება ანატოლი გიგაურს, თავისუფლება მათე დევიძეს, თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს, თავისუფლება საბა მეფარიშვილს, თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს, თავისუფლება მარია მიაშვილს, თავისუფლება უჩა აბაშიძეს, თავისუფლება ირაკლი მეხვინეთუხუცეს, თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს, თავისუფლება დავით კოლდარს, თავისუფლება ფრიდონ ბუბუდაიშვილს, სამშობლოში დაბრუნება თემურ ხათამაძეს, სოლიდარობა ტყვეების ოჯახებს, სოლიდარობა ტყვეების ოჯახებს, გამარჯვება მატიმრების ოჯახებს, გამხობა რეჟიმს, გამხობა რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას, მადლობა უცხოელი პროცესის გაგრძელებისათვის არანაირად არ გვაქვს უფლება რომ სხვანაირად ვიმოქმედოთ გავჩერდეთ ვისაც მცირე დროით შესვენებები გამოუცხადებიათ და რასაც შემდეგ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი გაჩერება მოყოლია ამიტომ რეალურად ყველაზე კარგი გამოსავალი ეს არის უცხოეთობა, ბრძოლის უცხოეთობა, მენტალურადაც ყველაზე სწორი გამოსავალი არის
და ფიზიკურადაც ყველაზე სწორი გამოსავალი არის. როგორც იცით, ჩვენ 4 საათზე გქონდა აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან, სადაც ვითხოვდით ეთერს პატიმრების ოჯახის წევრებისათვის. ყველასთვის ცხადი არის, რომ ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ დაკვეთას ასრულებს აი ამ რეჟიმის, თუმცა მაინც საოცარი იყო მათი პასუხი, როდესაც ჩვენ მოვთხოვეთ, რომ ეთერი დაეწყოთ და შეხვედრა მოვითხოვეთ ამის გასარკვევად, მათი პასუხი იყო შემდეგი. ამ ეტაპზე შეხვედრა დაგეგმილი არა. ანუ თითქოს ჩვენ რაღაცა დაგეგმილზე ვკითხეთ, ხო არ იგეგმება მათთან შეხვედრა და ასეთი პასუხი მივიღეთ. ბუნებრივია ჩვენი ეს უწყვეტობაც და ბრძოლაც გაგრძელდება. მე თვითონაც ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ აი თქვათ ხო არ დავიღალე, ხო რა მაძლევს აი ბუხს და ენერგიას და მინდა ესე იგი მოგიყვეთ მათ შორის აი ჩვენი მარშის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეზე, ქალბატონ აზაზე, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც არის ჩვენთან შედარებით ასაკოვანი ადამიანი და რომელიც ყოველ დღე ჩვენთან ერთად მოდის საკმაოდ შორი მანძილიდან ტერიტორიას უბრალოდ არ დავასახელებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან და ყოველ დღე ხეხით მოემართება ათამდე. დღესაც 3 საათზე წამოვიდა შემოგვიერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან პოლიტკოვსკაიაზე საათი 2 საათი სჭირდება მას გზავრობისთვის და შემდეგ ხეხით მოემართება ჩვენთან ერთად და ერთად ვაპროტესტებთ. ამიტომ აი ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი საერთო პროტესტი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას თავისი ბრძოლისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აი ჩემს გვერდზე მდგომ ადამიანებს. ეს ხალხი არის, ვინც ქმნის აი ამ პროტესტს, ამ პროტესტის ბუნებრივობას და ამიტომაც არის, რომ ვერაფერს ვერ უხერხებენ ამ პროტესტს. ვერანაირი იარლიკი ვერაფერი ვერ მოგვაკერეს ჩვენ და ვერაფრით ვერ გააჩერეს ეს პროტესტი. ეს პროტესტი არ გაჩერდება. ნამდვილად ცხადია, ამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ დასვენების. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აქ და ყოველთვის გავამაგრებთ მათ ადგილსაც აქ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ, დიდი მადლობა ყველას, ვინც იკრიბებით. ელოდებით ხვალად და როგორც იცით, მე 8 საათზე უკვე არის დაორგანიზებული შედარებით ხალხმრავალი აქცია 8 საათზე აქ. ჩვენ შევიკრიბებით 7 საათზე და პირდაპირ დავიძრებით აქ. მადლობა ამ უწყვეტობისთვის და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავტეხავთ ამ რეჟიმს.